სანამ ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო წერილი გამოქვეყნდება, ცხადია, ვცდილობთ ჩვენ დაკავშირებას ნათია თამაზაშვილთან, იქიდან გამომდინარე, რომ მას დავუსვათ კითხვები, თუ როგორ ხსნის საკუთარი მეუღლის გათავისუფლებას, ასევე მოვისმინეთ და წინა გამოშვებაშიც გიყვებოდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პასუხი და პოზიცია აქვს ირაკლი ღარიბაშვილის მეორე ადვოკატს ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც მან პოსტშიც დაწერა და დასვა რიტორიკული კითხვა, თუ ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, სწორედ ამასთან დაკავშირებით განავითარა შემდეგ ჩვენთან საუბრისასაც მსჯელობა თქვა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ამ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების, ამიტომ ღარიბაშვილებს, მათ ადვოკატს ახლა ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადვოკატებს, რომ ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის შურისძიება და ანგარიშწორება, იქიდან გამომდინარე, რომ ექს-პრემიერმა გაბედა და როგორც თავად ფიქრობენ, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ საუბარი და ლაპარაკი დაიწყო. ზუსტად ვიცი რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ეს არის ის, რომ მან პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ ქვეყანაში რო სისტემა შეიქმნა, ეს არის უსამართლობა, ბოროტება და უნდა ამხილოს ეს სისტემა. აი ამის ნაწილი უნდა გახდეს. თუ ის ჩათვლის, რომ ამ სისტემის პირობებში უნდა დაიცვას თავი და თავის ოჯახი, ის ამას ვერ შეძლებს, იმიტომ ეს ილუზია. ახლა როგორ აუხსნა მე მაგ ირაკლის, რომ ცუდი იყო, როცა ივანიშვილის პოზიციები მაშინ გაამაგრა, ცუდი იყო, როდესაც ჩათვალა, რომ მოსამართლებს იმ მომენტში, როცა ჩვენ უპირისპირდებოდით და სანქციები განუსაზღვრეს, რაღაცა ხარდაჭერა გამოუხატა, თვითონ მივიდა და თქვა, რომ ის ამაყობს ამ მოსამართლეთა კორპუსით და ეს ყველაფერი შემოუბრუნდა. ეხლა თუ ეს ამ ადამიანს არ შეუძლია რომ გაიაზროს და მიხვდეს, რომ პრობლემა უკვე ივანიშვილი კი არ არის და ეს კერძო კონფლიქტი კი არ არის პრობლემა, არამედ უკვე შეიქმნა ტერორისტული ძალადობრივი სისტემა, რომელიც არავის არ დაინდობს და ამ სისტემის ფარგლებში შეიძლება ნებისმიერი ოჯახი დაზარალდეს და თუ ექნება იმის ილუზია, რომ ის თავის ოჯახს ასე გამოაკერძოებს ამ სისტემიდან და დაიცავს, ეს არის ილუზია. გადავხედოთ ხო როგორ წავიდა პროცესი, როგორ ჩამოიშორეს კვირიკაშვილი, ხახარია, ღარიბაშვილი საერთოდ ციხეში გაუშვეს. ამ ქვეყანას 13 წლის მანძილზე პრემიერი არ ყოლია. ყველა პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერი და არა ქვეყნის პრემიერი. ასეთი არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრების რჩევა ირაკლი ღარიბაშვილისათვის. ისინი ამბობენ, რომ ახლა ერთადერთი ადეკვატური და პრაგმატული გამოსავალი ძალიან მძიმე სიტუაციიდან, რომელშიც მათი მტკიცებით არის ირაკლი ღარიბაშვილი, იქნება სისტემის მხილება, თუმცა ჯერჯერობით ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ზედაპირულ პოსტებს აქვეყნებს, ესეც მათი შეფასება, რაც შეეხებათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ნიშნით, ანგარიშწორების მიზეზით და მიზნით ვიღაცებს დევნიან და მათ შორის არც ის გაუკვირდებათ, თუ კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრებს ან სამსახურიდან გათავისუფლებენ ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ან კი ყველაზე უარეს შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმედ გაუსწორდებიან, თუმცა ახსენებენ ყოფილ პრემიერს, რომ ეს სისტემა მისი შექმნილია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე თავადაც იყო, ამიტომ ფიქრობენ, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა თავად საკუთარი თვალით უნდა ნახოს, თუ როგორ მუშაობს ავტოკრატიული რეჟიმები ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც თუნდაც მცირედად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავებით. ირაკლი ღარიბაშვილის საუბრები ჩაგვრაზე და უსამართლობაზე, ისე როგორც მისი ოჯახის წევრების უსამართლო სამსახურიდან გათავისუფლებაზე პოლიტიკური ნიშნით, რა თქმა უნდა, სიმართლეა, თუმცა სიმართლეა ის, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილი იყო შემოქმედი იმ რეჟიმის და იმ სისტემის, რომელიც პოლიტიკურად დევნის განსხვავებული კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეს, ამიტომ ვინ იქნება შემდეგი, შემდეგი იქნება ყველა ის ქართული ოცნების მხარდამჭერი თუ მსახური, რომელმაც ეს რეჟიმი შექმნა. ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილი იყო ავთენტური მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი სისტემა, არსებობს ივანიშვილის ჩრდილოვანი გარიგებები, სწორედ მასთან ჰქონდა კონტრაქტი ირაკლი ღარიბაშვილს. ეს კონტრაქტი არა მხოლოდ დაარღვია ივანიშვილმა, არამედ დაიწყო მისი ოჯახის დაციოგება და ეს არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ანადგურებს სისტემა მის მოწინააღმდეგეს, ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი არის მათთვის მტერი და მტრის განადგურება დაიწყო სისტემამ, რომელიც არა მხოლოდ უსამართლო, არამედ არის კორუმპირებული.
ლევან სანამაშვილი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა, როგორც ლილი გელაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი პოსტში წერს და მე ჩვენთანაც დაადესტურა საუბარში ამ ადამიანს არანაირი გადაცდომა არ ჰქონდა, რომ ის ძალიან დიდი ხანი არის საჯარო მოხელე და არ უნდა ყოფილიყო მისი გათავისუფლების საფუძველი, ამიტომ ღარიბაშვილები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ყოფილი პრემიერისა მიმართ შურისძიების მოტივით გაათავისუფლეს მისი ოჯახის წევრი სამსახურიდან. ცხადია, ჩვენ სხვადასხვა პლატფორმაზე ვცდილობთ, რომ დავუკავშირდეთ ნათია თამაზაშვილს, სანამაშვილის მეუღლეს და ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისდაც და გარდა ამისა ადვოკატს, იმისთვის, რათა გქონდეს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ რას უკავშირებს მისი მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლებას. პირდაპირ